გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის სრულყოფისა და დახვეწის საკითხები. მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის საკითხებზე ახლახან შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის შემადგენლობის შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად იმუშავებს. კომისია უმაღლესი საბჭოს დადგენილების საფუძველზეა შექმნილი და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისადმი მხარდაჭერას ითვალისწინებს. კერძოდ ის არაფორმალური განათლებისა და გაცვლითი პროგრამების მომზადებაზეც იმუშავებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაარსდა ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი არზაყან ემუხვარის სახელობის სტიპენდიები, რომელიც განსაკუთრებული მიღწევებისა და წარმატებებისათვის მიენიჭებათ სტუდენტებს. პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციას. ორი სტუდენტი და ორი მაგისტრატურიდან მიიღებს სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში. ამაზე კომისია შეიქმნება, ვის მიენიჭება, როგორ მიენიჭება. ოღონდ ერთი რამე არის, აქ არ არის განსაზღვრული მაინც და მაინც დევნილი სტუდენტები. არა. შეუძლია ყველა შემოიტანოს საქართველოს მაცხოვრებელმა სტუდენტმა. აფხაზეთთან დაკავშირებული თემები უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ არ ვივიწყებთ არც ერთ სახელს, ვისაც საოცრად დიდი კვალი დაამჩნია საქართველოს და არც დავივიწყებთ არც იმ სტუდენტებს, ვინც გამორჩეულად სწავლობენ და აი ხვალინდელი საქართველოსთვის და ხვალინდელი აფხაზეთისთვის იღწვიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. ომში დაღუპულ მეომართა დედებმა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ამავე დროს ხაზი გაუსვეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და ამ მიმართულებებით განსახორციელებელ პროექტებში მათი ჩართულობის აუცილებლობას. როგორც აღინიშნა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება. ეს ჩვენი შვილების გახსენებაა. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ისევ აფხაზეთის მთავრობას ვახსენდებით ჩვენ. ყველას უსურვებ, რომ შვილები გამრავლდნენ და კარგად ყავდეთ. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ მოფერებოდით შვილდაკარგულ დედებს, ომში მონაწილეთა ოჯახის წევრებს. მათ შორის დაღუპულთა შვილებიც იყვნენ წარმოდგენილი. ზოგმა შვილი შესწირა, ზოგმა ძმა შესწირა. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს იმედით, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში და აფხაზეთში გავაგრძელებთ იმ ცხოვრებას, რაც ცხოვრებისათვის იბრძოდნენ და ზოგიერთმა სიცოცხლე შესწირა იმ ომს. სპორტულ გამაჯანցაღებელ კლუბ აიარგოს წევრებმა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სანახაობრივი ღონისძიებით აღნიშნეს. კლუბის 15-მდე წევრმა თბილისის ზღვაზე გაცურა. ტრადიციად ქცეული აქცია ამავე დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასაც ისახავს მიზნად. აქციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და დეპუტატები. მინდა მიულოცო სრულიად ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს ყველა ადამიანს წყალკურთხევის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს მსოფლიოში ყველგან წყალი კურთხეულია, როგორც იტყვიან. რამოდენიმე ათეული ადამიანები აი ამ სამთრის პირობებში კიდე ერთხელ უჩვენებს ახალგაზრდობას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის მთავარი. არა მოწევა, არა ნარკოტიკებს, არამედ კი ჯანმრთელობას. აქავართ მებრძოლები, ვეტერანები. თავად მე ვიყავი ომში აფხაზეთში ვიყავი, სადესაც ბატალიონის მეთაური. მე ვიყავი ცოტა ხანი ვიყავ დეზერტვილის მეთაური. ყოველდღე ცურავთ. ზამთარში, ზაფხულში, ქარია, წვიმა, თქეშია, ყინვა, სულ ერთია. მეორე წელია, რაც ვცურავ, გაერთიანებული ვარ კლუბში და ზამთარში მიუხედავად ამინდისა ქარში, წვიმაში, თოვლში, სულ ყოველ დღე ვცდილობ დამოვიდეთ და ვიცურავთ და რაღაცა გავკაჟდეთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. და ყველაზე დიდი სურვილი რაც არის ჩემი პირადად ჩვენი კლუბის და მთლიანად ალბათ ქართველი ერის, რომ ასეთივე ლამაზი ღონისძიება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაგვეტარებინოს ჩვენს საყვარელ აფხაზეთში.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში 1991-2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რენალდ გებოაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც მისი დაბადებიდან 75 წლის თავს მიეძღვნა. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რენალდ გებოაძის ოჯახის წევრები და მეგობრები. შეუსრულდებოდა 75 წელი და მისი გახსენების დღე არის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა აღნიშნავს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის მთავრობას ასეთი დაფასებისთვის და ჩემი მეუღლის გახსენებისთვის. დღევანდელი დღე შეაჯამებს მის გაწეულ ღვაწლს. რენალდ გებოაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა რაფიელ გელანტიამ. პოეტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, პიროვნება, რომელსაც ჰუმანიზმის, სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი ნიჭი ყველასგან გამოარჩევდა. ასე ახასიათებდნენ რენალდ გებოაძეს გამომსვლელები. ძალიან გვაკლია ბევრი რამის გამო. თავისი ცხოვრების წესის გამო, დამოკიდებულებით ქვეყნისადმი, ის რასაც ლაპარაკობდა გულით, რასაც აკეთებდა გულით. დღეს მისი არყოფნა არის ძალიან სერიოზული დანაკლისი ჩვენი საზოგადოებისათვის. ღირსეული მამული შვილი, განათლებული ადამიანი, მრავალ სფეროში, ეკონომიკაში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ადამიანი, რომელსაც ძალიან ღრმად ესმოდა ჩვენი ქვეყნის პრობლემები. და რომელიც იყო ძალიან მართალი. საოცრად კეთილი ამ დროს და კაცმოყვარე. საღამოზე ოთარ აკიშბაიას ავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც შედგა, რომელშიც რენალდ გებოაძის ბიოგრაფიასთან ერთად შესულია მის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული წერილები და ასევე მისი ლექსები. სამისტარი შვილები, გარუჩავები, ემუხვარები, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მალე გახსნას გზა აფხაზეთისაგან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უძველესი აფხაზური გვარი ემუხვარები დალოცა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ევროპიდან და კანადიდან ჩამოვიდნენ ამ გვარის შთამომავლები. ამ ცნობილი გვარის წარმომადგენლებმა ნათელი კვალი დატოვეს ისტორიაში და აღიარება მოიპოვეს როგორც საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. მათ შორისაა საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრი და აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე დიმიტრი არზაყან ემუხვარი, ოფიცერი ნიკოლოზ ემუხვარი, თავადი მელიტონ ემუხვარი, პირველი განმანათლებლები და პედაგოგები აფხაზეთში ალექსეი და ივანე ემუხვარები. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ქართული აზროვნებით გამოირჩეოდნენ, იცავდნენ აფხაზი ხალხის ინტერესებსაც და ამავდროულად ხაზს უსვამდნენ საქართველოსა და აფხაზეთის ერთიანობას. სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ამ გვარის ბევრი წარმომადგენლის ბედი. საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა ზოგიერთ მათგანს. ისტორიული მომენტია ჩვენი გვარისთვის. ბევრი ახალგაზრდა ხალხი, უდანაშაულო ხალხი დახრიტეს, მაგრამ მაინც ფეხზე დადგა და ასე თუ ისე თავისი წონა და თავისი სიტყვა თქვა ქვეყნის აღშენებლის საქმეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მომბრძანდა და ვინც დალოცა ჩვენი გვარი. გვარი დაილოცა, კურთხევა მიიღო, ხატი დაიწერა, ეს დაბრძანდება ილორის ეკლესიაში, ჩვენ სახელზე იქნება ემხარების სახელზე. რა ვიცი და ძალიან მოხარული ვარ ამ დღის. ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქმა ჩვენთვის დრო მონახა და ეს გვარი დალოცა. აღფრთოვანებული ვარ დღეს ამ ლამაზი დღით, რომელიც დაგვამახსოვრდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველა იმ ემხარებს, ვინც აქ არიან დღეს, ყველა სახელით მადლობა კიდევ ერთხელ პატრიარქს და ღმერთმა დიდხანს ბედნიერად და ჯანმრთელად გვიმყოფოს. ძალიან დიდი პატივი არის ჩვენთვის, რადგან პირველად დავესწარით ჩვენ ემუხვარი გვარის წარმომადგენლები ვართ და ძალიან გვხარია რომ ასეთი გვარი გვაქვს და რომ დღეს პატრიარქმა დაგვოცა. ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენ ცხოვრებაში. შეიძლება ერთხელ მოხდეს, შეიძლება საუკუნეში ორჯერ, სამჯერ.
ემუხვარის გვარის დალოცვას დაესწრნენ ასევე აფხაზეთის სხვა უძველესი გვარების წარმომადგენლები: შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, მარშანიები, მარღანიები და ჩიქოვანები. სულაც არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ ემუხვარები, ანუ ემხვარები აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გვარი და ისტორიული გვარი, მას საქართველოს პატრიარქი ლოცავს სამების ტაძარში. ეს გამოდის უკვე იქიდან, რომ ქართველებს და აფხაზებს შორის ძალიან უძველესი დროიდან იყო მჭიდრო კავშირები. ეს მჭიდრო კავშირები ყველაფერში ვლინდებოდა პოლიტიკურ ურთიერთობებში, კულტურულ ურთიერთობებში, ნათესაობაშიც. აი აფხაზური თავადური გვარები, პირდაპირ და აზნაურული გვარები გლეხობაშიც ასე იყო. ესე იგი გადაჭდობილი არიან აი ქართულ გვარებთან, განსაკუთრებით სამეგრელოს გვარებთან, სულ ყველას ჩვენ ნათესავები ყავთ ერთმანეთში. მეც მაგალითად ყავს ნათესავები, ემუხვარები. მნიშვნელოვანი დღეა და ის დალოცვა, რომელიც პატრიარქისგან არის, ეს არის დიდი მადლი, რა თქმა უნდა, ყველა იმ გვარისთვის, რომელიც ამ დალოცვას იღებს და ეს არის კიდე ერთი ჩვენება იმისა, რომ ესე იგი უძველესი ესე იგი კავშირები, რომლებიც ქართულ და აფხაზურ გვარებს შორის იყო, ის გრძელდება დღესაც. აუცილებლად უნდა აღდგეს ურთიერთობები ქართველ და აფხაზ ერებს შორის. აცხადებდნენ გვარის დალოცვაზე მოსულები და იქვე დასძენდნენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დიდი ისტორიული წარსულის მქონე აფხაზური გვარის დალოცვა. ეს გვარი, ემხვარების გვარი, რა თქმა უნდა, არის ცოცხალი კავშირი ჩვენ და აფხაზეთს შორის. ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ემხვარების გვარი. ერთიანი ძლიერი საქართველოს, სადაც აფხაზი და ქართველი ხალხი ცხოვრობდნენ და მომავალში მედია ვიცხოვრებთ ერთობლივი სიყვარულით, ურთიერთას პატივისცემით და ხას უსვამ ურთიერთას შეცდომების პატიებით. ვლოცავ იმ აფხაზებს, ვინც არიან ამ გვარის მატარებელნი და შთამომავლნი, ვინც ცხოვრობენ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, ქართველ ხალხს უყვარს აფხაზი ხალხი. ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ღმერთი სიკეთით, სიყვარულით გაერთიანებს და შეარიგებს აფხაზ და ქართველ ხალხს. აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები ასე ეწოდება ალბომს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. ალბომი, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა, დევნილობაში მოღვაწე მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მასში შესულია სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ყველა თაობის მხატვრის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ძალიან ბევრი მხატვარი მუშაობს მიუხედავად მძიმე პირობებისა, რასაკვირველია დევნილობაში, მაგრამ ქმნიან საინტერესო ნამუშევრებს. მე კიდევ ხაზს გაუსვამდი იმას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მხატვარი მოდის, რაც ყველაზე დიდი იმედია მომავლისა და ამით უნდა დავადასტუროთ, რომ მომავალი გვაქვს. 56 მხატვარი, ასე ვთქვათ, ყველა თაობის, ფაქტობრივად ყველა მიმართულების, ჟანრისა და ასე ვთქვათ, ასაკის. ეს წიგნი მეორე წიგნი არის. ეხლა ამ 20 წლის განმავლობაში ერთი გავაკეთეთ 2007 წელს, მაგრამ ეს სრული არის უფრო და სერიოზული ნამუშევარი. და აქ შევიდის როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი ხალხიც. მადლობა მინდა უთხრა ხელოვნებს, რომ ისინი ამისთანა სილამაზით გვანებიურებენ. ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულად ყველა თაობის წარმომადგენელი ამ კატალოგში, რომელიც დღეს პრეზენტაციაზეა გამოტანილი. როგორც ახალგაზრდები, ისე ხანში შესულები, უკვე გამოცდილი მხატვრები, მოყვარულები, პროფესიონალები ამ ნახატებში ძალიან ბევრი თავისი ავტორის სული ჩანს, მათი მეობა ჩანს და მათი ის საერთო პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ქვეყანას, როგორც რეგიონის წარმომადგენლებს. ერთ სიტყვით, ეს არის ლამაზი დღეები. 2015 წელს შესრულებული საუკეთესო ნამუშევრისთვის ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგში აფხაზეთის მხატვართა კავშირის სპეციალური პრემიები გადაეცათ მხატვრებს: დავით ბაძაღუას, ნინო ჭედიასა და ნანა ფანგანს.
პროლოგში ძალიან მოხარული ვარ ამ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. მომათავსოთ ხატვას შორის ერთ-ერთი და გასულებით უფრო სასიხარულოა, რომ გამომარჩია სამ მხატვრებს შორის და მადლობელი ვარ. ძალიან კარგია, რომ სთხოვნისძიებებს აწყობენ. ეს არის სტიმული არის. გარდა იმისა, რომ წიგნი გამოიცა, აფხაზეთის მხატვართა კავშირმა დააწესა აფხაზეთის მხატვართა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ნამუშევარი 3 ნომინაცია გამოყენებით ხელოვნება, გრაფიკა და ფერწერა. ფერწერაში მე მქონდა სურათი წარმოდგენილი, ჯიბით მოსაყოლი, ასე ქვია ამ სურათს და ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ნამუშევრისთვის მიენიჭებინათ წლის საუკეთესო ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვეთყვი იმ ადამიანებს და მეც ხმაყოფილი ვარ. ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში საქართველოს სახალხო არტისტების სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. სცენაზე უკვე თითქმის 55 წელია ვარ. ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩემთვის, თუმცა ამ დღეს თავისი სევდაც ახლავს. ის რომ ეს დღე არ შედგა აფხაზეთში, სოხუმში ჩვენს თეატრში. 200-მდე როლი მაქვს ნათამაშები. ჩემი ამპლუა არ შემოიფარგლებოდა მარტო სახასიათო როლებით, სხვადასხვა ხასიათის როლებს თამაშობდი, მენდობოდნენ რეჟისორები და მადლობელი ვარ, რომ ძალიან დიდებულ რეჟისორებთან მომიხდა მუშაობა. არა მარტო ჩემი სურვილი, არამედ სრულიად საქართველოს სურვილია, რომ გამთლიანდეს საქართველო. მინდა რომ დაბრუნდეს აფხაზეთი და შეიძლება მოვასწრო სანამ ვარ ცოცხალი ერთი როლი მაინც ვითამაშოს სახლში. მთელი ეს დღეები მეუბნება რომ აი სულ ფიქრობ წარსულზე. რამდენი ბედნიერი წუთი მახსოვს თეატრიდან და ასე შემდეგ. და ის ბედნიერია რომ მისი არჩევანი იყო თეატრი და არა სხვა რომელიმე და მადლობას უხდის თავის ქვეყანას, რომელმაც უამრავი ჯილდო დამსახურება მიანიჭა, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობას, აი ამ ყურადღებისათვის, რომელმაც მას ეს ბედნიერი დღე აჩუქა. ობიექტური მიზეზების გამო საღამოს ვერ დაესწრო თინა ბაბლიძე, თუმცა მისი შემოქმედება მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს. თინა ბაბლიძის მსგავსად სერგო პაჭკორიაც და გიორგი რატიანიც წლების განმავლობაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მე მინდა ვისარგებლო შემდგომ მთელს თეატრალურ საზოგადოებას საქართველოში მოვულოთ ეს შესანიშნავი დღე. მე არ მეგულება საქართველოში პიროვნება, რომელმაცაც არ უყვარდეს თეატრი, არ უყვარდეს ჩვენი შესანიშნავი მსახიობები. გილოცავ ჩემო მეგობრებო, ღმერთმა სიკეთე, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა სოხუმის თეატრის სამმართლა დიდ მსახიობს. ძალიან ლამაზ საღამო მოუწყვეს. მე მახსოვს მათი როლები და დღემდეც, როდესაც სტუდენტებთან მუშაობ, რამოდენჯერ გამომიყენებია ჩანაწერები, რომ ენახებინა რა მაღალი დონის საშემსრულებლო ხელოვნება იყო, როდესაც ეს ადამიანები იდგნენ სცენას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ახსოვს არა მარტო ხალხს, არამედ მთავრობას, პატივსცემენ და აღნიშნავენ თითოეულ მათ ჯობიას. მე უდიდესი მადლობა მინდა უთხრა აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს, ვინაიდან ვისიც დღეს საიუბილეო საღამოა, ისინი ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან. სერგო რომ არა, შეიძლება მე დრამატურგი არს გამოტარიყავი, იმიტომ პირველი პიესა როგორც ცნობილ მსახიობს, მას მიუტანს წასაკითხად. ეს სამი ადამიანი არის ჩემი თანამებრძოლი აფხაზეთში. მე ამას თანამებრძოლობას უწოდებ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები გავიარეთ. ჩვენ ვიყავით ძალიან შეკრული, ძალიან მეგობრული. თუ სცენაზე ყველა თაობა არ დგას, ასეთ თეატრს ფასი არ აქვს. ჩვენ ვერასოდეს მე პირადად ვერასოდეს ვერ გადავიხდი იმ მამაკს, რომელიც აქვთ თუნდაც ამ მსახიობებს ჩემს მიმართ. ყოფილ ვარ მათთან ერთად სცენაზე და თუ კი დღეს მე რაიმეს წარმოვადგენ და თუ კი რაიმე მეთქმის ჩვენს სფეროში, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ თაობის დამსახურებაა და მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევდა ყოფნა და დღესაც მე მათ ჩემს პედაგოგებად მივიჩნევ და ჩემს უფროს მეგობრებად და ეს არის ყველაზე მთავარი.
კვირის თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ სიუჟეტში. ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ კანონის მიღების საკითხი პერიოდულად დგება დღის წესრიგში. აფხაზურ საზოგადოებაში უცხოეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია და ამ საკითხზე გამოკითხვებს ატარებენ სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ერთი ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს შეზღუდვების მოხსნას ამ საკითხში. ნაწილისთვის კი უცხოელი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა მიუღებელია. Олигархи все скупят. Наше поколение, которое сегодня... Ყველაფერს ოლიგარქები იყიდიან. ჩვენს თაობას არც ახლა აქვს ამის საშუალება და ვერც შემდგომში შეძლებს რამის ყიდვას. მიტოვებული და აღსადგენი სახლების გაყიდვის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. მიწების გაყიდვა კი როგორც ვიცი ჩვენი კანონმდებლობით იკრძალება. Да. Потому что человек хочет продать. თანახმავარ, ხალხიც მეტი იქნება, შემოსავალიც ექნება ქვეყანას, ხალხისთვისაც უკეთესი იქნება. ადრე კინოთეატრში დავდიოდით, ახლა ღამე ქუჩაში ვერ გამოვდივართ, გვეშინია. Хоть будет здесь, не страшно, не будет вечером куда-то идти погулять. Только этому покупателю не давать гражданство, а дать... ოღონდ ამ მყიდველებს არ უნდა მივცეთ მოქალაქეობა, უბრალოდ უნდა მივცეთ მხოლოდ ცნობა, რომ ფლობენ უძრავ ქონებას. მათ როგორც უცხოელებს გადასახადებიც უფრო გაზრდილი ტარიფებით უნდა გადავახტევინოთ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საცხოვრებელი ფართის შეძენა აფხაზეთში შეუძლია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის მოქალაქეებს. იგივე კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უკრძალავს სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო და სხვა ობიექტების პრივატიზაციას. აფხაზური პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოთარ წვიჟბა იმ პოლიტიკოსთა რიცხვშია, ვინც მხარს უჭერს უცხოელი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას. თუ დღეს იგივე რუს მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთში დასასვენებელი სახლის, სანატორიუმის ან სხვა ობიექტის პრივატიზება, მაშინ რატომ არ შეუძლია მას ბინის ან სახლის ყიდვა? კითხვას სვამს ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერი და იქვე განმარტავს, რომ უძრავი ქონების შეძენას არ შეიძლება მიებას აფხაზეთის მოქალაქეობისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება. მისივე განმარტებით დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ბინები არალეგალურად იყიდება. ამასთან გამყიდველიც და მყიდველიც გარიგების დადების სხვადასხვა ფორმას პოულობენ. ბინა კი საბაზრო ფასში უნდა გაიყიდოს და ეს დოკუმენტალურად გაფორმდეს, რათა გადაღდილი იქნეს შესაბამისი გადასახადები სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამასთან საჭიროა უცხოელების მიმართ კვოტირება იქნას შემოტანილი. მიღებულ იქნას კანონი, სადაც ყველა წვრილმანი იქნება გაწერილი, სად შეიძლება ბინის გაყიდვა და რა პირობებში. და კიდევ ჩემი აზრით საჭიროა თავისებური დარაიონება. ფიქრობ არ ღირს ბინების გაყიდვა გაგრის და სოხუმის რაიონებში, აცხადებს ოთარ წვიჟბა. რაც შეეხება ოჩამჩრეს, როგორც ეგრეთ წოდებული ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, იქ სახლების უმეტესობა ცარიელია და პატრონი არ ყავს. წვიჟბას თქმით, უკეთესი იქნება, როგორც იგი უწოდებს, ცარიელი სახლები უცხოელ მოქალაქეებს მიყიდონ. იქ ადამიანები ჩასახლდებიან, გადაიხდიან შუქის, წყლის გადასახადს და ეს რაიონს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. თავს იიმედებს ეგრეთ წოდებული აფხაზური პარლამენტის წარმომადგენელი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართველთა სახლების მიყიდვის მომხრეა აგრეთვე აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ინოვაციის, რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გურამ ბარგანჯია. მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ კანონ პროექტზე, თუ რა ვარიანტები იქნება წარმოდგენილი და სად და როგორ გაიყიდება ბინები, აცხადებს ბარგანჯია და დასცენს, რომ ჯერჯერობით საკითხის აბსტრაქტულ განხილვას აზრი არ აქვს. აფხაზური პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერი დაურ არშბაკი აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია უცხოელებზე ბინების მიყიდვის, თუმცა მაინც და მაინც კატეგორიულობით არ გამოირჩევა. არშბას თქმით, ამ საკითხზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და ამიტომაც საჭიროა ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედის პოვნა და კონსენსუსის მიღწევა. მთავარი ის კი არა საზოგადოების რომელ ნაწილს მივემხრობით, მთავარი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია და ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, აცხადებს დაურ არშბა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულება რუსეთის წინაშე ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ აიღო, თუმცა შესაძლო შედეგები ვერ არ გააცნობიერა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ აფხაზეთში ქართველთა სახლების უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდვა არა მარტო სამართლებრივი ნორმების, არამედ ჰუმანური პრინციპების დარღვევაცაა. როგორი კომენტარებიც არ უნდა კეთდებოდეს და იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება გაიყიდოს განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, რომელიც დაცელია მოსახლეობისგან,
ყველა შემთხვევაში ეს არის ნამდვილად სამართლის ჩარჩოებს მიღმა. მე წავიკითხე კომენტარები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონთან მიმართებაში, სადაც მოსახლეობა ამავე ინფორმაციის 27000 იყო და ეხა 7000-მდე ცხოვრობს, თითქოს სახლები არის უპატრონო და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს მათი გასხვისება, გაყიდვა, გარკვეული შემოსავლების მიღება და ასე შემდგომ. ეს სახლები არ არის უპატრონო, ამ სახლებს ყავს პატრონი, რომლებიც არიან დევნილები, იძულებით არიან გადაადგილებული და ამ ადამიანებს აქვთ განუყოფელი უფლება, არა მხოლოდ იმისა დაბრუნდნენ, არამედ განკარგონ საკუთარი ქონება. ამიტომ პირველ რიგში ეს ფორმულირება თავისთავად არის მიუღებელი აბსოლუტურად და ვერანაირად ვერ იქნება საფუძველი რაიმე ასე ვთქვათ, თუნდაც აზრთა გაცვლა გამოცვლის, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებზე და მათ ლეგიტიმურებაზე ცხადია დღევანდელი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში ვერ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი არალეგიტიმურია. გარდა ამისა, საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნებისმიერი ტრანზაქცია, ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც უკავშირდება ქონების ყიდვა, გაყიდვა, გასხვისება, განკარგვას, ითვლება უკანონოდ. და მით უმეტეს არა მხოლოდ კანონის ნორმები ირღვევა, არამედ სხვა ადამიანის უფლებები, ჰუმანურობის პრინციპები და ასე შემდგომ, თუ ისეთ ქონებაზეა საუბარი, საიდანაც გამოდევნილია მათი კანონიერი მეპატრონეები და არ ეძლევათ საშუალება არც დაბრუნების, არც ქონების განკარგვის და ცხადია, ამას კიდევ სხვა ტიპის, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი რეაგირებაც ექნება, თუ კი ასეთი მოცემულობა იქნება. ხაჯინებას მოსვლის შემდეგ აფხაზებს აიძულებენ, რომ მიიღონ ეს კანონი. ამ უცხო მოქალაქეებში მხოლოდ რუსები იგულისხმებიან, სხვა იქ არავინ არ შემოვა, ვინაიდან არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც კრძალავს იქ აი ყოველგვარ ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მაგრამ რუსები ბუნებრივია ამას არ ასრულებენ. აფხაზებმა ხო ძალიან კარგად იციან რა დგას ამის უკან და რით ემუქრება აფხაზურ მხარეს, აფხაზურ საზოგადოებას რუსების მიერ აი ამ სახლების შესყიდვა. კატეგორიულ უარს არ ეუბნებიან რუსებს, არამედ ყველანაირად ცდილობენ ამ საკითხის გაჭიანურებას. ახლა იმ რუსს მაინც და მაინც ოჩამჩირი კი არ უნდა და იქ რაღაცა რო დანგრეული აღადგინოს. რატო წავა ის ოჩამჩირეში? იმას უნდა სოხუმში, იმას უნდა გაგრაში, აი ეს ძირითადი და მთავარი ობიექტები და იქვე სახლები ჩაიგდოს ხელში. ოჩამჩირე მას რომელიც დღეს ტყედ არის ქცეული, იმას არაფერში არ ჭირდება. მე არ ამგონია რომ იგივე წვიჟბა და კიდევ საერთოდ ზოგადად აფხაზები იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ მათ კარგად არ ესმოდეთ რასთან აქვთ საქმე. ასე რომ აფხაზებს ძალიან აღელვებთ ქართველთა ცარიელი სახლების თემა. ეს იმ ქართველთა სახლებია, რომლებიც 22 წელია დანარჩენ საქართველოში დევნილის სტატუსით ცხოვრობენ. ომის შემდეგ ბევრმა აფხაზმა ქართველთა ქონებით ხელი მოითბო. ახლა ამ სახლებზე და ბინებზე მიდგა ჯერი. აფხაზებს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა და ამიტომაც ურჩევნიათ ლეგალურად გაყიდონ ქართველთა სახლები მათზე, ვისაც ფული აქვს. მეორეც ალბათ აფხაზებს სურთ წაშალონ ეთნიკურ ქართველთა ეს ნაკვალევიც. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში შიშის განცდაც არის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართველთა სახლების მიყიდვის წინააღმდეგია, თვლის, რომ შედეგად მკვეთრად შეიცვლება დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში და ამას მოყვება ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის დაკარგვაც. ქართული მხარეც საუბრობს იმ საშიშროებაზე, რაც უდავოდ დაემუქრებათ აფხაზებს უცხოეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის შემთხვევაში. ეს აზრთა სხვადასხვაობა თუ რისკები და შიშები ძალიან ლეგიტიმურია, იმიტომ რომ ეს რეგიონი არის ოკუპირებული და არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მისი დე-ფაქტო ანექსია მიმდინარეობს. რეალურად სრულიად ჩვენ შეხება გვაქვს რუსიფიკაციის სრულმასშტაბიან პროცესთან. და ცხადია, რუსეთს აქვს უკვე თითქმის ყველა ბერკეტი სამხედროდან დაწყებული, იგივე მედიით დასრულებული ეკონომიკური ბერკეტებიც და ჩემთვის ცნობილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ეს უკავშირდება ბოლო ფორპოსტს, რომელიც არის აფხაზების ხელში, ის ქონება, მიწა, საკუთრება, რომელიც მათ აქვთ და თვლიან, რომ თუ კი ესე ჩავარდება, ასე ვთქვათ, რუსული კაპიტალის, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების თუ ასე შემდგომ ხელში, ძალიან რთული იქნება საერთოდ ამ პროცესის შეჩერება და რეალურ რუსიფიკაციასთან ექნებათ საქმე ძალიან მალე. ანუ რეალურად ისინი კარგავენ დღითი დღე არა მარტო ქონებას, არამედ საკუთარ იდენტობას. ემუქრება ის, რომ იქ ძალიან მალე
ისედაც მძიმე აფხაზებისთვის დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო კატასტროფულად შეიცვლება მათ საწინააღმდეგოდ და აი ეს თამაშები სახელმწიფოებრიობანას და დამოუკიდებლობანას თამაშები ძალიან მალე დასრულდება. ეს მათ შესანიშნავად იციან, ამიტომ აი ახლა არიან გამოუვალ მდგომარეობაში, არიციან რა ქნან და ერთადერთი რასაც აკეთებენ, ცდილობენ როგორმე აი დროის და ვადების გაჭიანურება. აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ იგივე იმ ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრებს და ასევე მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს 5, 6 ბინა, 10 ბინა ქართველების მითვისებული და დღეს იქ ეკონომიკური მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე ვიდრე იყო წინა წლებში და ეს სულ უფრო და უფრო მძიმდება ეს მდგომარეობა. ამიტომ ისინი სულაც არ იქნებიან წინააღმდეგი რომ ეს ბინები გაყიდონ და იმ 5-დან 6-დან 10-დან 1 რო გაყიდოს, 2 რო გაყიდოს, სულს მოითქვამენ ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ძალიან რთული საკითხია. იციან რომ პოლიტიკურად, დემოგრაფიულად ეს არის მათთვის კატასტროფა, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკურად ძალიან უჭირთ და უნდათ კიდევაც გაყიდონ. ასე რომ სურათი არის ძალიან მძიმე. მაგრამ იმ პოტენციურმა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ ის ჩაიდენს დანაშაულს იმ შემთხვევაში, თუ ის სხვის ქონებას ასე უკანონოდ შეიძენს და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ის მას დასატოვებელი ექნება. რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს, ეკონომიკის დოქტორს ვახტანგ ჭარაიას. მე ვარ ვახტანგ ჭარაია, 28 წლის, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. გახლავართ თესეუს ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი და ვარ აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი. აგრეთვე გახლავართ ეკონომიკის დოქტორი. გახლავართ ფართო პროფილის ეკონომისტი, ვმუშაობ როგორც ფინანსების მიმართულებით, ასევე მაკროეკონომიკის მიმართულებით, ვარ აგრეთვე კონფლიქტების მიმართულებითაც. თავიდან რო თქვა რაღაც კონკრეტული მინდოდა ეკონომიკაში და ეს წინასწარ ვიცოდი, არა, ალბათ უფრო ეტაპობრივად ყველაფერი თავისი დაალაგდა და შემდგომ ჩემი თავი ვიპოვე გარკვეული მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მაგისტრატურას სასწავლებლად წავედი, სწავლობდი ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში, ლატვიაში, ქალაქ რიგაში, სადაც დავამთავრე ეკონომიკის განხრით ევროპაცოდნეობის მიმართულება და მაგ დროს უკვე დავიწყე სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი, ასე ვთქვათ, ვიზიტები, სხვადასხვა აკადემიური ვიზიტები, სადაც მონაწილეობდი სხვადასხვა კონფერენციებში, გამოსვლებში, ფართო პროფილის ეკონომიკურ ღონისძიებებში. შემდგომ, როდესაც უკვე მაგისტრატურას დავამთავრე, გავაგრძელე დოქტორანტურაზე სწავლა, ვიყავი ჰარვარდის უნივერსიტეტში მივლინებით, სადაც თესეუს სახელით მოვიპოვე უფლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წავიკითხოთ გარკვეული მიმართულების საგნები, ისინი, რომელიც დიდი ხანია უკვე ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში იკითხება და ამ შემთხვევაში მე გახლავართ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული ლექტორი, რომელსაც უფლება მაქვს ჰარვარდის სახელით წავიკითხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა კურსები. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთი საგანი მაქვს აღებული. საქართველოს 2015 წლის ბოლოს ჩაიწერა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებულ უნივერსიტეტთა შორის, რომელთაც უფლება ექნებათ ის, რაც მიმდინარეობს მათთან ამერიკაში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენ სტუდენტებსაც ვასწავლოთ იგივე ხარისხით, იგივე სილაბუსით, იგივე წიგნები და გამოცდილებით, რაც და როგორც ასწავლიან ამერიკაში. ლექტორი როგორც ესეთი მკაცრი არა ვარ, არც ქულების დაწერაში ვარ ძალიან მკაცრი, თუმცა თუ ხედავ, რომ სტუდენტი არაფერს არ აკეთებს და არ მაცობს, პრინციპში პრინციპულად დაუდგები და ვერაფერს ვერ მიიღებს, თუმცა თუ ხედავ, რომ სტუდენტი მონდომებულია, სტუდენტების წახალისება ჩემს ინტერესებშია. ეს არის საკმაოდ კარგად აღზრდილი. თავდაბალი და ძალიან ადვილი ურთიერთობაში.
კომუნიკაბელური და რაც თავარი ერთი ცამდო პიროვნება. ძალიან ბევრ რამეს მე ხედავ პირდაპირ როგორ ისრუტავს ეს ახალგაზრდა კაცი ჩემთან ურთიერთობაში და მიუხედავად იმისა, რომ მე მისთვის არც ლექცია ჩამიტარებია, არ ყოფილვარ მისი უშუალო მასწავლებელი, არც დისერტაციის ხელმძღვანელი არ ყოფილვარ, მე მას მივაკუთვნებ ჩემ მოწაფეთა რიცხვს. რადგანაც ის როგორც პროფესიონალი, როგორც აქტიური საზოგადოების წევრი ცდილობს გადაიღოს ჩემგან გარკვეული ქმედებები და რაც თავარია ჩემ შენიშვნებს არაუბრალოდ იღებს, არამედ ითვალისწინებს. პროფესიული კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ახალგაზრდა, ის უკვე ჩამოყალიბებული ეკონომისტია და საკმაოდ წარმატებული. და არა მარტო იმიტომ, რომ მან მოახერხა სადოქტორო დისერტაციის დაცვა, ჩვენ ასეთები ბევრი გვყავს, მაგრამ იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეული საერთაშორისო აღიარებაც. მას იწვევენ სხვადასხვა კონფერენციებზე, ალბათ ქართულ ეკონომისტთა შორის, მასზე მეტი მოწვევა და მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე თუ სიმპოზიუმებზე არცად ქართულ ეკონომისტს არ აქვს. ამის გარდა მას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეზრდება ძალიან სერიოზული, კარგი საქართველოსთვის წარჩინებული ეკონომისტი და მინდა რომ მას ცხოვრებაში კონდეს ზურგის ქარი. ბატონელად მისი გამოცდილებით და მისი ცოდნით ჩემთვის სამაგალითოა, მე მისგან ძალიან ბევრს სწავლობ და სურვილი მაქვს რომ უფრო მეტ ხანს ვიმუშაო მასთან, რათა უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვო ჩემი შემდგომი ცხოვრებისთვის. თესეუს ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრი მე ჩემს მეგობრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად შევქმნით იმისთვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმა უფრო ისმოდეს საზოგადოებაში იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და უფრო კონსოლიდირებული აზრი, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს, ისმოდეს უნივერსიტეტის სახელით. სოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მრავალ წარმატებულ უნივერსიტეტში უკვე არსებობს ბიზნეს ინკუბატორები, ეგრეთ წოდებული ფაბ ლაბები, რაც გულისხმობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სივრცე არსებობს, სადაც შეგიძლია რაღაც თანამედროვე სიახლე შექმნა, რაც მსოფლიოსთვის იქნება მაღიარებული და ეს შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ სტუდენტს, რომ თავისი რაღაც ნიჭით შექმნას რაიმე სიახლე, არამედ უნივერსიტეტისთვისაც დიდი სახელია, რომ მისი კურსდამთავრებული თუ მისი სტუდენტი ახორციელებს რაღაც ინოვაციურ პროექტს. მსგავსი მაგალითებისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაუშვათ Skype, როგორც არის ესტონეთისთვის, ან იგივე Facebook-ი დაუშვათ და სხვა ესეთი რაღაც გრანდიოზული პროექტები, რომელიც სოფლიო მასშტაბით შეიქმნა. მსგავსი რაღაცეები იქმნება დღეს სოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. შეიძლება ამ მასშტაბის სულ რამდენიმე იყოს, თუმცა მაინც ეს საკმაოდ ისეთი დიდი მიღწევაა, დიდი შესაძლებლობებია ჩვენი სტუდენტებისთვის. ერთი საქმის კეთება, როგორც ესეთი, არ შემიძლია ფიზიკურად, ყოველთვის ისევ არ რომ რამდენიმე საქმეს ერთად უნდა ვაკეთებდე, ისიც ნათქვამია, ორი გურდღლის მადევარი ვერც ვერ დაიჭერსა. დღე არ გავა რომ რაღაც 4-5 საქმეს ერთდროულად არ ვაკეთებდე და შეიძლება უფრო მეტსაც ვასწრებდე, უბრალოდ მე ხარისხი დაიკლებს. მეგობრებთან ერთად წავედი ხატვის გაკვეთილზე, ესე თუ შეიძლება ვთქვა და გარკვეული ნიჭით აღმომაჩნდა. თუმცა ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს და საშუალება ამისი ნაკლებად მაქვს. ძალიან მიყვარს სნოუბორდით სრიალი, ყოველთვის ვერ ვახერხებ დიდი დროის დათმობას ამისთვის, თუმცა როდესაც მაქვს შესაძლებლობა აუცილებლად ვცდილობ რომ გამოვიყენო საშუალება, აგრეთვე მიზიდავს სხვადასხვა ექსტრემალური ხასიათის სპორტი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა გადმოვხტარიყავი პარაშუტით, რაც გავაკეთე, სიამოვნებით გავაკეთებდი კიდე. მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართული ჩემს ცხოვრებაში, ყოველდღიურად მეხმარებიან, თუნდაც რჩევებს მაძლევენ, დარიგებებს მაძლევენ. ზოგ მათგანს ვითვალისწინებ, ზოგს არა. მამა წლების განმავლობაში იყო იურისტი და ეს ალბათ უკვე მის ხასიათშიც არის
და შემიძლია ვთქვა, რომ ის თვისებები, რომელიც ადამიანს უჩნდება ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ევოლუციური ხარ, ჩემთვისაც სამაგალითო იყო, მეც ამას ვხედავდი და შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა ხასიათში თუნდაც მე სწორედ მამისგან მქონდეს. დედა გახავთ ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი, ჩემი მათემატიკისადმი სიყვარული და ზოგადად ეკონომიკისადმი იქნება ეს თუ ზოგადად მრიცხვებისადმი არის დედა ჩემის მხრიდან გადმოცემული და მე ყოველთვის მეხმარებოდა ბავშვობაში დღესაც. დიდი მეგობრებიცა ვართ, მარტო დედაშვილი არა ვართ. ხო ზოგჯერ мама ბრაზობს, რომ დასჭურჭულებთ იქ თქვენ დედადაშვილიო და მე ხო არ მიმალავთ რამესო. მეორე შვილი გიორგი მაგისტრატურაზე სწავლობს ახლა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, წელს ამთავრებს ისიც 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს გიორგი. ჩემ ძმას ურჩევდი, რომ უფრო მეტი მონდომება ქონოდეს სწავლის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწავლობს და კარგად სწავლობს. არ მხოლოდ ჩემ ძმას, არამედ ყველას ურჩევდი, რომ კარგად ისწავლონ და შემდგომ თავიანთი სხვადასხვა უნარები განავითარონ იმისთვის, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ის მომენტები, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობდით, როდესაც მე პატარა ვიყავი, მახსოვს, თუმცა ის მომენტი, რა სიძნელებიც გადაიტანეს თუნდაც ჩემმა მშობლებმა აფხაზეთის დატოვების დროს, მე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ნაკლებად მახსოვს ესე შემაწუხებლად, თუმცა რა თქმა უნდა მახსოვს. აფხაზეთში დაბრუნების შემდგომ მე ვისურვებდი, რომ ჩემი შესაძლებლობები მოვახმარო ამ რეგიონის განვითარებას, როგორც ეკონომისტი მე ალბათ ვიქნებოდი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში ჩართული, რომ აღორძინდეს ეს რეგიონი, უფრო პირად დონეზე კი ალბათ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იქ ბებიას და ბაბუას დაანატოვარ სახლში ცხოვრება. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.